მოგესალმებით შაბათის მებაღე. ეხლა არის სექტემბრის ბოლო. მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ბაღი, რომელსაც ვქმნი ეზო. როგორც ხედავთ, მარჯვნივ დაინახეთ ვარდების, არა ვარდების ცოცხალი ღობე. აქ ლონიცერა იყო გაყოლებული. აი ესე გამოიყურებოდა ვარდების კლუმბა. ყურადღება მიაქციეთ თეთრ ვარდებს, რამბლერს, რომელიც მინდა გავიმეორო მარჯვენა კუთხეში, ოღონდ მუდმივად მოყვავილი რამბლერი შევარჩიე. კუთხეს მიყვება ლონიცერების ცოცხალი ღობე. ამასაც გაჩვენებთ შემდეგში, როგორ უნდა გამოიყურებოდეს. მინდა შევქმნა ესეთი კომპოზიცია. ანუ გავიმეორო მეორე მხარესაც, ედემ რომანტიკით, ეს არის ლონიცერას ღობე, რომელსაც ვაპირებ და ედემ რომანტიკთან მინდა გავაკეთო გირლიანდიამური, რომელიც არის რამბლერის ჯიშის, მაგრამ სხვა რამბლერებისაგან განსხვავებით მუდმივად მოყვავილია, ოდნავ შესვენებები აქვს და მტევნებივით ყვავილი აქვს ყვითელი გულით. ედემ რომანტიკი არის დაბალი ბუჩქი, ვფიქრობ, რომ ერთმანეთს მოუხდება ფერთა გამაში, ოდნავ დაკრავს კაპუჩინოსფერი ვარდისფერს და კანტი აქვს დასაწყისისთვის ესეთი მოსალათისფრო და ვფიქრობ, რომ ეს ერთმანეთს ძალიან მოუხდება. ეხლა ვამზადებ ნიადაგს ლონიცერასთვის, რომელიც უნდა აქეთ გადმოვიტანო, გავაგრძელებ ლონიცერების ცოცხალ ღობეს, რადგან მის ადგილზე, როგორც გითხარით, უნდა ჩავდგო ედემ რომანტიკი, რომლის თავზეც იქნება გირლიანდიამური, ანუ ღობეს დაფარავს გირლიანდიამური და ქვემოთ იქნება ედემ რომანტიკი, რომელიც ორივე ამათგანი იქნება მუდმივად მოყვავილი და შემოსასვლელში ესეთი ეფექტური წერტილი იქნება, თუმცა აი გირლიანდიამურს საკმაოდ სასიამოვნო და ესეთი ნაზი სურნელი აქვს. ედემ როზებს განსაკუთრებით ედემ რომანტიკს სუნი ფაქტიურად არ აქვს და არ იგრძნობა და იმედი მაქვს ამ ხრივაც, რომ ერთმანეთში სუნები არ აირება. თუმცა როგორც სურათში გაჩვენებთ დასაწყისში, მეორე მხარეს, ამ ჭიშკრის მეორე მხარეს თეთრი რამბლერია, რომელიც მარტო გაზაფხულზე ყვავის და ეს დანაკლისი მინდოდა შემევსო მარჯვენა მხარეს, თუმცა ძალიან ლამაზია, იმას აქვს ჰიბრიდული ჩაის ფორმების ყვავილი, სურნელი არც იმას არ აქვს. და იმედი მაქვს, რადგან ეს გირლიანდიამური მაინც ეკუთვნის რამბლერების კატეგორიას, საკმაოდ შარშანჩალკის შემოდგომას და უკვე საკმაოდ გაიზარდა, სადღაც მეტრა-ნახევრიანი ტოტები გაისროლა, რომელსაც უკვე იმ ღობეზე ვამაგრებ, როგორც ხედავთ, ღობე ჩემთან არის ღია, სიმები მაქვს გაბმული, რომელზეც მივამაგრებ ვარდს და ვცდილობ, რომ იყოს ღია ეს ღობე, რომ ნიავმა იმოძრაოს ჩემი გამოცდილებით, ვისთანაც მინახავს ეს აშენებული ბეტონში და აგურში ჩასმული ღობეები. ზაფხულში ნიავი არ ტრიალებს და საკმაოდ ცხელა და მე მიწა ვიყიდე აქ ზაფხულის გასატარებლად. რაც არ უნდა ცხელოდეს, სულ 40 გრადუსამდე ადიოდეს სიცხე და ადის, თავისი სიცხე აქვს, ხო იცით. მაინც ის არის, რა ქვია, ნიავი რომ ტრიალებს, ფაქტიურად ვერ გრძნობთ და ნიავი არის სულ, იმიტომ რომ უკან არის მთა, თბილისის ტყე-პარკი და რაღაცა ხეობიდან შემოდის ორ მთას შორის ნიავი სულ არის, ამიტომ ეს ნიავი რო არ დამეკარგა. როგორც ხედავთ, ლონიცერა ჩავრგე, ხა მიაქციეთ ყურადღება ქვემოთ და მივურგე აიუგა. აი ეს აიუგა უკვე აღარ ატარებს სარეველებს, ცოტა ერთი
2 სეზონი დახმარება უნდა, სარეველებისგან განთავისუფლება, მაგრამ მთლიანად აიღებს ამ ტერიტორიას დაიკავებს და აქ მე განთავისუფლდები მარტო ფორმირება დამჭირდება ამ ცოცხალი ყურის გაკრეჭვა და გაჩვენეთ კიდევაც როგორი ფორმისას ვაპირებ დასაწყისში. მაშ ასე, ადგილი გავანთავისუფლე, ლონიცერა გადმოვიტანე და ამ ორ წყალს შორის ჩარგული ედემ რომანტიკი, რომელიც შარშან შემოდგომაზე ვარდის გადაჭრისას, უბრალოდ ვარდი ვიყიდეთ, ჩავდგეთ, გადავჭერით, რომ ფესვებს უფრო ნაკლები გამოსაკვები ქონოდა ეს ტოტები და იქვე ჩავარჭეთ იმასთან, რა ქვია, ამ ვარდთან ჩვეულებრივად დაიკალმა, არაფერი არ დაგვიფარებიაზე, უბრალოდ ბევრი მართლა რაც გავსხავით, ყველაფერი ჩავარჭეთ და იქიდან გაიხარა, მე მგონი ყველამ გაიხარა. ერთი აქ გადმოვიტანე ამ გაზაფხულზე დაფესვიანებული, სხვათა შორის მიუხედავად რომ პატარა იყო, მაინც ყვავილობდა და ამას ახლა ფესვთა სისტემა არ იქნება ისეთი დიდი, რომ მე ვერ ამოვიღო, თამამად ვიღებ, როგორც ხედავთ, უბრალოდ ძალა არ მყოფნის და ხშირად ხმარობ ამიარაღს მიწის ბარვის თუ დამუშავების დროს. ეხლა ოდნავ ამოვწიე მიწიდან, რომ ფესვები მაინც ფხვიერო მაშინ მოხვედრილი იყო ბუდეში და ამოვიღებ უკვე ბარით და პირდაპირ გადავიდა. საერთოდ ვარდი რო გადაგვაქვს, ჯობია რომ მთლიანი ეს კომით ავიღოთ და ისე გადავიტანოთ. მაგრამ რადგან ეს ახალი ჩარგულია, მე ამას მე თვითონ შევძლებ და სხვისი დახმარების გარეშე და ვცდილობ და საერთოდ არც არავის ვიხმარ განსაზღვროთ ჩემი ძალები და ისე ვიმოქმედო და ისე დავგეგმო, ამას ახლა ამოვიღებ და გაჩვენებთ რა პატარა ფესვთა სისტემა აქვს, ფაქტიურად არ ვაზიანებ ფესვს და პირდაპირ გადავიტან იმ მიწაში, სადაც იყო ლონიცერა, ის უკვე გაფხვიერებული, განოყიერებული მიწა არის, როდესაც ამუშავებთ მიწას და მულჩავთ ის და შეგაქვთ შესაბამისი, ვთქვათ, წლის განმავლობაში საკვები, მიწა შედარებით ნოყიერი ხდება, თუმცა ჩემთან ყამირი მიწა იყო და ეხლა შეხედეთ როგორ არის განოყიერებული. მე წინასწარ აუცილებლად ყველა ჩარგვის წინ ორმოს ვავსებ წყლით და ყველა მცენარეს ვრგავ ალახში, რომ არ დაიჩაგროს, რომ ფესვებთან არ აღმოჩნდეს ჰაერის ორმოები, რომელიც შემდეგ ფესვებს დაალპობს და საერთოდ წყალი სასურველია. და კიდევ, ვინც უნდა თქვას, რომ ვარდის ყელი ზემოთ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ნამყენი ვარდი, ყველა ვარდს ვრგავ რამოდენიმე სანტიმეტრით დაბლა, ვიდრე თვითონ არის. ამას გვეუბნება დევიდ ოსტინის სანერგეც, ამას გვეუბნება მონტი დონის ეს ცნობილი პიროვნებები მებაღეობაში, რომ აუცილებლად უნდა ჩავაღრმავოთ. და მით უმეტეს ნამყენი ვარდი, რომ არ კონდეს ამონაყარი. და კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ნამყენი ვარდიც რომ ჩავაღრმავოთ, ზოგიერთს აქვს ისეთი თვისება, რომ მაინც ამონაყარი მაინც აქვს. თუმცა ძირითადად პროვოცირებას კიდევ ამონაყრის ქმნის ის, რომ ვარდთან არ უნდა თხაროთ, ფესვი არ უნდა დაზიანდეს. ანუ არ არის სასურველი ვარდთან კიდე რაღაცების ჩარგვა, ან თუ ჩავგავთ თავიდანვე უნდა ჩავდგოთ, რომ ფესვთა სისტემა თავიდანვე მოერგოს ერთმანეთს ერთად ეს მცენარეები, რომ ერთმანეთი არ შეაწუხოს. შემდეგ ამასთან თხრა, რაღაცა ბოლქვოვნების დამატება, სეზონურად ეს აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ფესვი ზიანდება, იქიდან ამონაყარს იკეთებს, აი ვთქვათ, თუნდაც ალუბალი თუ გქონიათ, ან ბროწეული, რაც უფრო გარშემო ვაზიანებთ მიწას, მით მეტი ამონაყარი აქვს და აგრეთვე არც ძალიან უყვართ ჭრა და იმით უაქვთ კიდე გადარჩენისთვის ცდილობენ, რომ გადარჩნენ
და ამონაყარს იკეთებენ, შვილებს ტოვებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ვარდი ხშირად უნდა, ვარდს უნდა სხლა, ვთქვათ, გაზაფხულზე და არა მარტო თვითონ გადაყვავილებული ყვავილედების მოჭრაც საჭიროა, ასე რომ ვარდთან ხშირად ხდება გასხლის გასხლის პროცესი, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ რამოდენიმე სანტიმეტრით ჩავწიოთ ყელი ვარდის და აგრეთვე ვეცადოთ გარშემო გათხრები არ ვაწარმოოთ, არაფერი არ ჩაურგოთ. ეხლა საიდანაც ვარდი ამოვიღე, მინდა ჩავრგა ჰორტენზია მიკროფილა. ანუ დიდფოთოლა ჰორტენზია, იმას რასაც ვთქვათ ჩვენ დასავლეთ საქართველოში. ხვდებით, ჩემი ტერიტორიისთვის ცოტა სარისკოა ეს მცენარე, შაშა ნოლეანდრები მომეყინა, მაგრამ შევეცდები, კარგად გაიხარა, სულ ორტოტიანი ვიყიდე ამ გაზაფხულზე ბებოსგან, სამწუხაროდ არ ვიცი დასახელება, მაგრამ ფერი მომეწონა. როგორც ხედავთ, რამოდენიმე ტოტი ამოვიდა და კიდე კვირტები ამოვიდა. სხვათა შორის, ჩემ მიწაში ჩავრგე, ჩემ კომპოსტში, კომპოსტს ვაკეთებ. მე თვითონ რომ ვმარგლიან, რომ სხლავ ვყრი ტომრებში და ვტოვებ. ერთი სეზონი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ეს კომპოსტი ასეთი მეთოდით გაკეთდეს, შავ სქელ ნაგვის ტომრებში ვყრი, პოლიეთილენის პარკებში, თუმცა ესე ვნახე, ვთქვათ, YouTube-ზე ესე აკეთებენ, თუმცა ჩემთან უფრო გაამართლა თეთრმა სამშენებლო პარკებმა, თუ იცით, აი ცემენტი რომ მოაქვს, თუნდაც ფქვილი რომ მოაქვს, იმან უფრო გაამართლა ჩემთან, იმაში უფრო კაი კომპოსტი კეთდება. ეწეღან ვარდი რომ ჩავრგე, თუ ნახეთ, გარშემო მოვაყარე მშრალი მიწა, ეს იყო შავ პარკში გაკეთებული კომპოსტი. აი ახლა ნახეთ, ამას რო ამოვიღებ, ჰორტენზიას ქოთნიდან, როგორი შავი მიწა დაგვდება. იმაში ეს უკვე თეთრ პარკში გაკეთებული კომპოსტია და სხვათა შორის არ ჩამირგავს ეს რომ გადავდგე და გადავიტანე ქოთანში, არ დამიმატებია ტორფი. მჟავე ტორფს ითხოვენ, ყველას უწერია რომ მჟავე ტორფი უნდა დაუმატოთ. გამომდინარე იქიდან ძალიან მალე შრება და ამიტომ რა ვიცი, და გაფხვირება ჭირდება ჩემ მიწას და ტორფი ვითომ აფხვიერეს, მე მირჩენია დაუმატო პერლიტი, იმიტომ რომ ქვიშა, იმიტომ რომ მე ვერ ვახერხებ ასვლას და მორწყვას და ჰორტენზიებს ჭირდება მორწვა და როგორც ხედავთ, საგვილა ჰორტენზიები, მაკოლიანდრები, მაგ სხვა ჭირდებათ. მე მიწაში ვუმატებ ქვიშას. საერთოდ. ამჯერად ქვიშას არ დავუმატებ. ამჯერად ეხლა რომ ავავსებ 40 წყლით, ხო? წინა ვიდეოში თუ ნახეთ დაურთავ, გადავჭერი ტუიები და გამოვასუფთავე ტუიები. აი რომ გამოვასუფთავე ეს გამხმარი წიწვები, აი შევაგროვე, იმ გამხმარ წიწვებს ჩავუყრი შიგნით, ეს მჟავიანობას აუწევს მცენარეს და ნელ-ნელა მისცევს, ან ნიადაგს აუწევს მჟავიანობას და მივიღებ იმ მჟავიანობას და გააფხვიერებს თან ნიადაგს, ასე რომ ზედმეტ ქვიშას არ ჩავუყრი, იმიტომ რომ მე მინდა რომ მაინც ამან წყალი შეინარჩუნოს და გაფხვიერებისთვის ის წიწვები ვფიქრობ აბსოლუტურად საკმარისი იქნება. თიხიანი მიწა მეტად ინარჩუნებს წყალს და მეც ცოტა დამეხმარება რომ არ ვინერვიულო, ვთქვათ, ავიდე თუ არა ჩემ ნაკვეთზე, მოსარწყავი მაქვს, მცენარეებია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამათ წყალი უყვართ, ამათ უნდათ ნახევარ ჩრდილი, უფრო სწორედ გაფანტული ჩრდილი და სხვათა შორის ორ წყავს შორის ვრგავ მარაწვანე წყავია, ერთი მართალია ამ გაზაფხულში ჩავდგე ჯერ პატარა და თუ დაჭირდება შემდეგ ზაფხულში ვერ გაიზრდება იმ დონეზე რომ ეს მოჩრდილოს, რაღაცა მოსაჩრდილოს ამას გავუკეთებ. ან შეიძლება არც გავუკეთო. სხვათა შორის არც შეფუთვას ვეცდები, როგორ ვამატებ, არც შეფუთვას ვეცდები, ხო დააკვირდით როგორი შავი მიწა იყო, ეს უკვე ჩემი კომპოსტია გაკეთებული თეთრ
ტომბრებში, სამშენებლო ტომბრებში. ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტური კომპოსტია, ვიდრე ის პირველი, რომელიც განახეთ ვარც რომ მოვაყარე ბოლოს. მე ყოველთვის ვცდილობ დავმურჩო ახლა ჩარგული მცენარე, რომ თუ ვერავედი წვიმა არ იყო, მზე იყო, არ დასკდეს მიწის ზედაპირი მცენარესთან და ფესვებთან უშუალოდ არ ჩავიდეს მზე ან რა ვიცი, ზედმეტი წყალი ან თუნდაც არ გამოიფიტოს მიწა. ხო, ორ წყავს შორის ჩავრგე, ანუ მომცემს ნახევარ ჩრდილს, ყველა მცენარეს, რომელიც ყვავილობს, მაინც უნდა მზე, ვინც არ უნდა თქვას, რომ ჰორტენზია მიკროფილა ითხოს ან ბიკოფილა, ხო, ჰორტენზია ჩრდილში უნდა ჩავრგოთ, ყველა მოყვავილი მცენარეს ჭირდება მზე. ასე რომ ის მომცემს გაფანტულ ჩრდილს, ეს ორი მცენარე, რომელს შორისაც ვრგავ, დავაკვირდები თუ გამოიზამთრა ზაფხულში როგორ გაუჭირდება, დაიწვება, არ დაიწვება და იმის მიხედვით ვთქვათ მივრგავ რამე მცენარეს ან მოუჭრდილავ დროებით, სანამ ის წყავები გაიზრდებიან, აი მიწას დავუკვირდით როგორი შავია. სანამ წყავები გაიზრდებიან. სხვადასხვა უკვე ავიღე მეთოდად, რომ აღარ ვფუთავ მცენარეებს ზამთარში. რომ ზედმეტი შრომა არ დავიმატო. გაუძლებს, არ გაუძლებს და ბევრი სხვა მცენარე არის, რომელთაც თქვათ შეგვიძლია გავალამაზოთ ბაღი. და ზედმეტი შრომა და თავის შეწუხება მიმაჩნია არასწორად. მით უმეტეს, როდესაც აგარაკია და მხოლოდ უქმეებზე ავდივართ. ისევ დავუმატე გუმატიანი წყალი, ეს ფესვებს დაეხმარება პირველ პერიოდში რომ მოძლიერდნენ, რადგან ეხა ფესვმა უნდა იმუშაოს, გაძლიერდეს, გაიზარდოს ზამთარში, იმიტომ რომ აქედან დაწყებული უკვე ვეგეტაცია მცენარის ჩერდება, ცირდება და ფესვთა სისტემამ უნდა გადაარჩინოს მცენარე და ეხა ჩარგულს რომ მივეცი გუმატი, ჯერ კიდევ არის დრო რომ მოძლიერდეს მცენარე, სანამ ყინვები დაიწყება, სიცივეები იქნება, სხვათა ვარცაც გუმატი დაუსხი ბოლოს და თან ეს არხს უკეთებ, როგორც ხედავთ, ფესვებთან მასხავ. და თან ვცდილობ, რომ ბუშტუკები თუ დარჩა, ის ჰაერის ბუშტულები ფესვებთან, ის ბუშტულები ამოვიტანო ამ კიდე დამატებითი მორწყვით. ამას მოვაყარე ზემოდან, ეს თვითონ ფესვთა სისტემაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ცოცხალია, ახლად გადაჭრილი გუიას ტოტებია, ეს კიდე მჟავიანობას ამიწევს, გახმება. ცოცხალი, ვთქვათ, ეს მწვანე ტოტები ზემოდან მოვაყარე, ამით დავმულჩე და როგორც ხედავთ, ეს არ ჩავაღრმავე. ჰორტენზია და მით უმეტეს ქოთანში თუ გვაქვს მცენარე, იმავე სიღრმეზე უნდა ჩავრგოთ, ვარდის გარდა, იმავე სიღრმეზე უნდა ჩავრგოთ, რომელშიც ქოთანში იყო, ანუ მიწის ზედაპირს უნდა გავუსწოროთ. როგორც ხედავთ, ის კვირტებით შევუნარჩუნე ჩარგვის დროს ვიყავი საკმაოდ ფრთხილად. ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ, დადგმით ჩემი საგვილა ჰორტენზიის და მისკანტოს ზებრინუსის ხედით, როგორ თამაშობს თავთავები მიავზე. გამომიწერეთ, მომიწყვნეთ თუ მოგეწონათ. სასიამოვნო უქმების გისურვებთ.